კობახიძის განცხადებით ეგრეთ წოდებული მეტადონის პროგრამის განხორციელება კერძო სუბიექტის მიერ სრულად აიკრძალება. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. იკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიც კერძო კომპანიების მიერ. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში დაჩქარებული წესით მომავალ კვირას განიხილავენ. არ გამოადგება ეს ხალხს, ქვეყანას და არც თქვენ. მოქმედი მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ქართული ოცნების მიერ კანონში შესატანცულებებს აკრიტიკებს. საკანონმდებლო ინიციატივა რამდენიმე საკითხს შეეხება. იცვლება მოსამართლეთა დანიშვნისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესები. იზრდება მოსამართლეების ხელფასებიც, მედიისთვის იზღუდება სასამართლო სხდომების გაშუქება. ოცნება სასამართლოში მედიის მუშაობის შეზღუდვის კანონპროექტის კიდევ ერთხელ შეცვლას აპირებს. არჩილ გორდულაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ კონკრეტულ სასამართლო პროცესზე ფოტო, ვიდეო გადაღების დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობამ 3.914.000 ადამიანი შეადგინა. აქედან 53% ქალია, ხოლო 47% კაცი. საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს.